სტუდენტებს ხშირად უწევთ რთული და კომპლექსური სავიზო პროცედურების გავლა. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სავიზო საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან ერთად. სავიზო ცენტრის თანადამფუძნებელი თინა თინგოგუაძეა ჩვენთან ერთად. დილიდან ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. არაჩვეულებრივი ენერგიებით. ნამდვილად. დილას გისურვებთ და მოკლედ დავიწყოთ იქიდან, რომ აი სტუდენტმა რომელმაც უკვე მიიღო დადებითი პასუხი უცხოური უნივერსიტეტიდან, რა პირველი ნაბიჯები უნდა გააკეთოს და როდის უნდა დაიწყოს სავიზო პროცესებისთვის მზადება. დილამშვიდობისან, პირველ რიგში მოგესალმები თქვენ, მოგესალმები მაყურებლებს და იმ განსაკუთრებით იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე გაიგეს ჩარისხოსთან დაკავშირებით ინფორმაცია და მათ გულწრფელად მიულოცავ. სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავალ, მინდა გამარტო თვითონ სტუდენტური ვიზის კონცეფცია. არსებობს ორ განსხვავებას ვაკეთებთ ხოლმე სტუდენტურ ვიზასთან დაკავშირებით. სტუდენტური ვიზები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ კი მაგალითად საფეხურზე გადადიხარ, ხარ მოსწავლე და უნივერსიტეტში აბარებ მაგალითად ბაკალავრზე და ასევე ბაკალავრიდან გადადიხარ მაგისტრატურა ან შემდეგ მომდევნო საფეხურებზე. და ამის პასუხები ზუსტად იანვრის თვიდან იწყება და დაახლოებით აპრილის ბოლომდე უკვე იციან საზღვარგარეთ რომელ ქვეყანაში ჩაირიცხნენ, რომელ წამყვან უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ ისინი სწავლას და ასე შემდეგ. და მეორე, რომელსაც სტუდენტურ ვიზებს ვეძახით და გაიცემა, ეს არის მოკლევადიანი სასწავლო კურსებისთვის. ეს შეიძლება იყოს ინგლისური ენის, ნებისმიერი ენის კურსები, გაცვლითი პროგრამები, კი. და ასევე სხვადასხვა ისეთი პროგრამა, მაგალითად ბიზნეს, რაც მოკლევადაში ეტევა და მასაც ვეძახით სტუდენტურ ვიზებს. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ კომპლექსური და აუცილებლად ის, რომ უნივერსიტეტში ჩააბარე, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მორჩა და უკვე გადადიხარ ამა თუ იმ უნივერსიტეტში სასწავლებლად. უნდა გაიარო რიგი რეგულაციები, უნდა აკმაყოფილებდე იმ მოთხოვნებს და ზუსტად იმ დროში უნდა ჩაეტიო, იმიტომ რომ შემთხვევაში არის, როცა არიცი, გონია რომ მხოლოდ ფორმალობაა ეს ყველაფერი სავიზო პროცესი, ჩავაბარე უკვე. ანუ ამ დროს გონია რომ ჩავაბარე, მაგრამ შეიძლება ვერ მივიღო ხო ვიზა და საერთოდ ვერ გადავკვეთა საზღვარი. ნამდვილად. ხანდახან არის ხოლმე მაგალითად უარის შემთხვევაში ან წინასწარ არ დაგეგმე, მოვიდა სექტემბრის თვე, იმიტომ აგვისტოს თვეში შენ უნდა იცოდე, უნივერსიტეტს უნდა მიაწოდო და ქვეყანას უნდა მიაწოდო შენი ვიზა, ანუ შენი ბართვა ქვეყანაში გადასვლისთვის და ხელთ არ გიჭირავს, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ შენ ეს წელი უკვე როგორ უნდა დავიწყოთ დაკარგე და რითი? კი. საკმაოდ ისეთი პროცესებია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში მინდა გამოვყო, ეს არის ფინანსური მდგომარეობა. ქვეყნების მიხედვით არის განსხვავებები, მაგალითად დავიწყოთ დიდი ბრიტანეთით. თუ კი მიემგზავრები დიდ ბრიტანეთში, მინიმუმ 28 დღით ადრე უნდა იყოს შენს ანგარიშზე, ან მშობლის ანგარიშზე გაჩნია ასაკობრივ ზღვარს, ბრიტანეთში შენი ცხოვრების საშუალოდ იგულისხმება მაგალითად ლონდონში თუ ჩააბარე, მაშინ თვეში იგულისხმება მინიმუმ თვეში 1500 ფუნტ სტერლინგი, რაც ერთ წელზე უნდა იყოს ეს განამრავლებული და თქვა სხვა 1512 ჯერ. კი, რა თქმა უნდა. და მინიმუმ კონკრეტულად 28 დღით ადრე. ეს არის მინიმალური. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენ ანგარიშზე გააქვს ეს თანხა, რასაც იქ ცხოვრების დროს სტუდენტური ცხოვრების დაწყებისთანავე ამ თანხის გამოყენებას შეძლებ და დახარჯავ იქ და არ იქნები სახელმწიფოზე დამოკიდებული. მაგალითად, ევროპის ქვეყნები, გერმანიას თუ ჩავთვლით და ესპანეთს, იქ არის წლის მანძილზე 12000 евро. და თან აქ არის განსაზღვრული, მაგალითად, ევროპის ქვეყნებს აქვს ბლოკირებული თანხა, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ შენ უცხო ქვეყანაში ანგარიშზე დადებ თანხას, ამისთვის მნიშვნელოვანი არის კიდევ იქ საბანკო პროცესები გაიარო, ხო? რეგულაცია ეს ხმარტივად არ არის მიხვიდე ბანკთან და იცი რა, მე ვდებ თანხას და თქვენ ანგარიში გამიხსენით, ესე არ ხდება. აუცილებლად ამისი ონლაინ პროცესებიც უნდა გაიარო. შესაძლებელია აქ მე ჩემს თქვა საბარათო იმაზე მქონდეს თანხა, მაგრამ როდესაც გადავდივარ ამ თანხით იქ ვერ ვისარგებლო. ამიტომ ამასაც რიგი პროცესები ჭირდება. სახელმწიფო რწმუნდება, რომ მე მაქვს თანხა იმისთვის, რომ გავიტანო თავი მთელი წლის განმავლობაში სწავლის პროცესში, სწორად მივხვდი. სწორია. და ამასთან ერთად უნდა იყოს ამ თანხის წარმომავლობაც დადასტურებული და დამტკიცებული. საიდან გაქვს შენ ეს ამავდროულად? კი, იმიტომ რომ შემთხვევაში არ დგინდება მისი წარმომავლობა, რაც არის ზუსტად უარის ერთ-ერთი მიზეზიც. ან არ არის საკმარისი თანხა, ან ზუსტად როგორც გითხარი, ის დრო არ არის და ის დიაპაზონი დაცული, რაც ანუ თამთა მეგობარმა ვთქვათ ახლობელმა ჩამირიცხა, ვთქვათ დროებით და ვაჩვენე, ესე არ არის, ხო? შეგიძლია, კი, მაგრამ უნდა იყოს ასახული, რომ შენმა მეგობარმა და
ეს თანხა შენს მეგობარს საიდან აქვს რომ გამოიმუშავა მაგალითად თავისი ხელფასით ან რაღაცა ბიზნესი აქვს ან ასე შემდეგ. გაოცარია. ესე იგი გარდა იმისა რომ იქ სწავლის თანხა უნდა გადაიხადო, ნუ უმეტეს შემთხვევაში ალბათ უფასო სწავლას დაინჭებენ უპირატესობას, თუმცა არის ისეთი შეცდომები, რომელსაც ხშირად უშვებენ. აი ერთ-ერთი ახლა ახსენეთ ეს წარმომავლობა ეს ბევრმა ალბათ არ იცოდა. რა შეცდომებია ესეთ, რომელსაც უფრო ხშირად უშვებენ? ყველაზე დიდი შეცდომა არის ვთქვათ ამ დოკუმენტებს, რიგ დოკუმენტებს გავყევით, აბსოლუტურად ყველაფერი მოვამზადეთ, მაგრამ мотиваცია. სამოტივაციო წერილი. რისთვის მივდივართ? აქ სამი კომპონენტი არის გასათვალისწინებელი. პირველი, რატომ ავირჩიეთ მაინც ეს ქვეყანა და ეს უნივერსიტეტი? ამის მტკიცებულება. ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ გამომდინარე იქიდან სტუდენტმა რატომ აირჩია, ეს შეიძლება იყოს ოჯახური ბიზნესი ან ოჯახის რაღაც ხო იცი კარიერული განვითარება, როგორ დედაც ექიმი იყო, მამაც ექიმი იყო, მეც მინდა რომ ექიმი გავხდე ან იურისტი ან ასე შემდეგ. კი, აი რატომ ან შეიძლება ისეთი ლექტორი ასწავლის, ან ისეთმა ადამიანმა დაამთავრა ეს უნივერსიტეტი, რომელიც ჩემთვის აიდოლია, ანუ მისაბაძი ადამიანია და მინდა რომ თქვათ ზუსტად ამ უნივერსიტეტში მე. ან შეიძლება ეს უნივერსიტეტი ისეთ ბენეფიტებს გთავაზობს, რომელიც გინდა რომ შენც გაიარა და შენც გქონდეს. პირველი ეს არის სამი კომპონენტი არის ყველაზე ისეთი ღირებული კი, ეს არის რატომ მაინც ეს უნივერსიტეტი რაში დაგეხმარება ეს უნივერსიტეტი შენი კარიერული წინსვლისთვის და მესამე ყველაზე მე მგონი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი შენს ქვეყანასთან დაბრუნების შემდეგ რატომ გამოიყენებ და როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას შენს ქვეყანაში თუ ამისი წინასწარი გათვლა წინასწარი мотиваცია არ გაქვს და არ ასაბუთებ და ვერ ასაბუთებ ამ ყველაფერს შესაძლოა ესეც იყოს ერთ-ერთი მთავარი უარის მიზეზი და ეს ამას არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას აქ ფინანსური დოკუმენტი მზად არის იქ დაზღვევა იქ რაღაცა მთელი დოკუმენტაცია და იქ არდევს მაგალითად სამოტივაციო წერილი ან განაცხადში ანუ ანკეტას ანუ აპლიკაციას რასაც ვეძახით ამ აპლიკაციაში არ არის ეს დეტალი გათვალისწინებული და ჩაწერილი რომ აი ეს არის ჩემი მოტივი ქვეყანაში გამგზავრების და მე ჩემს ქვეყანაში დაბრუნდა. კიდევ ერთი მოვინიშნეთ мотиваცია რა თქმა უნდა, თუმცა სწორად ახსენეთ, აი გამოცდილება შეიძლება ვიღაც სწავლობდა, ვიღაც ლექტორი, თუმცა შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში სტუდენტური ვიზის პოლიტიკა. შეიძლება 5 წლის წინ ჩააბარა და 5 წლის წინ სწავლობდა, თუმცა წელს უკვე სულ სხვა რეგულაციები იყოს ამ ვიზის აღების მიღებასთან დაკავშირებით. ხო, სხვადასხვა ქვეყნებში თან. კი, არის რიგი ქვეყნები, სადაც რაღაცები გართულდა და არის რიგი ქვეყნები პირიქით გაამარტივა. ძირითადად გართულება არის ხოლმე უსაფრთხოების გამო, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად სტუდენტად გადასვლას იყენებენ მიზეზად იმისა, რომ კი, რა თქმა უნდა, გადავიდნენ იმ ქვეყანაში და ხო, რაღაცა არა ლეგალური ნაკლებად ლეგალური მიზნებისთვის გამოიყენონ ეს ყველაფერი. და სწორედ ამიტომ მართლა ის სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლად მიდიან, ისინი იჩაგრებიან ხოლმე. მაგალითად, თუ ჩავთვლით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკის შეერთებულ შტატებმა პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საკმაოდ ბევრი რამ გააკაცრა. წინა წლის 2025 წლის აპრილი, მაისის თვეებში თუ მარტი-აპრილის თვეებში საერთოდ ორი თვე შეწყვეტილი იყო გასაუბრებები, სწორედ იმიტომ, რომ უსაფრთხოება, ანუ ოსინცრას ღია წყაროების გადამოწმება ყოფილიყო საკმაოდ გამკაცრებული და ამის მეთოდოლოგია და რეგულაცია და დოკუმენტაცია უფრო მკაცრად ყოფილიყო გაწერილი სახელმძღვანელოები ვიზა კონსულ ოფიცრებისთვის. ეხლა ამ ეტაპისთვის აუცილებლად უნდა გქონდეს, თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდიხარ სასწავლებლად, შენი ყველა სოციალური ქსელი public, ანუ გასაჯაროებული. არ გაქვს უფლება რომ პირადი იყოს, იმიტომ რომ ამით ერთ-ერთი ეს არის ხელსაწყო, რითიც ადასტურებენ რომ ეს ადამიანები მართლა სასწავლებლად მიდიან. რეალურია და მისი დათვალიერებაც რეალურად შესაძლებელია, ხო? მაგალითად დიდ ბრიტანეთმა გაამარტივა თუ აქამდე სტიკერი ეს არის, აი პასპორტში რო აკრავენ ვიზას, ფაქტობრივად 2026 წლის ბოლოს ყველა სავიზო განაცხადზე უკვე აღარ იქნება სტიკერ ვიზა და გადადიან ელექტრონულ ივიზებზე. რას ნიშნავს ეს? შენ აღარ მოგიწევს მაგალითად პასპორტი თუ დაკარგე, ამის რაღაცა შეფერხება იმისა, იმიტომ რომ შენ იცი რომ შენი ელექტრონული ვიზა უკვე ატვირთულია, აღარ გაქვს პასპორტში ჩაკრული ეს ყველაფერი და ელექტრონული ვიზით ინფორმაცია კი ეს ტექნოლოგიებმა მოიტანა ის რომ მით უფრო კი პროცესებიც უფრო მარტივი ხდება, სხვადასხვა რისკებიც დაზღვეულია და შესაბამისად უფრო გავიარეთ ყველა ეს კომპონენტი, იქ სამოტივაციო წერილიც დავწერეთ, ფინანსურათაც გვაქვს ამდენი ფული და უკვე
რა არის ის მოლოდინის პერიოდი, ყველაზე დიდი დრო, რომელ ქვეყანას ჭირდება ვიზის მისაღებად? ნახეთ როგორ არის, როგორც კი გაიგებ რომელიმე ქვეყანაში ჩაირიცხე, მაშინვე იმ წამიდან უნდა დაიწყო ვიზაზე ზრუნვა. სწორედ იმიტომ, რომ მაგალითად ესპანეთი თუ სწავლამდე, ანუ აგვისტოში იწყება სწავლა, ნუ სექტემბერი არის ზუსტად აკადემიური წლის დაწყების თარიღი, მაგრამ აგვისტოში მანამ სანამ welcome იქნება, მანამ სანამ ამას მოერგებით, თან კამპუსებში როცა მიდიან იქ, ვთქვათ, საცხოვრებელ ადგილას, აგვისტოში ითვლება, რომ ისინი ჩაირიცხნენ. ამიტომ სწავლის დაწყებამდე 2 თვით ადრე უნდა იცოდეს ქვეყანამ, რომ შენი გადადიხარ სასწავლებლად. ეს არის ყველაზე ისეთი მინიმალური ზღვარი. ამიტომ როგორც კი გაიგებ, რომ ამა თუ იმ უნივერსიტეტში ჩაირიცხე, მაშინვე უნდა დაიწყო მზადება ამ ყველაფრისთვის. და საზაფხულო სკოლებს რაც შეეხება, საზაფხულო სკოლა ის და ზამთრის სკოლებს რაც შეეხება, ეს ისედაც იცი რომ ამადან პერიოდში მიდიხარ და მაგალითად თუ სექტემბერში უკვე გადაწყვეტე რომ მომდენო წელს ზაფხულში ენის კურსები უნდა გაიარო, უკვე შეგიძლია ზარება დაიცა. აქვე თამთა თუ მაგალითად თქვათ ჩავაბარე და არ გავითვალესწინე ეს ყველაფერი და ვერ მივიღე ვიზა. აი ჩემი ჩაბარება შემდეგ იმ უნივერსიტეტში აი სადმის იკარგება თუ ეს არის უკვე უნივერსიტეტების პოლიტიკა. არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც თუ შენ იმ წელსვე არ ჩახვედი, ფაქტობრივად შენ მეორე წელს ისე უნდა გაიარო ეს გამოცდები. თან ენის სერტიფიკატები, რასაც ჩვენ TOEFL-ს, IELTS-ს და მსგავს. იქ არის მაგალითად TOEFL-ი პირობითად 1 წელი აქვს ვადა მხოლოდ შენ ამ სერტიფიკატს ხო, ანუ მე ვადაგებ. ნიშნავს რომ ეს გამოცდა ისე უნდა ჩააბარო. შეიძლება ინფლუენსა ვეღარ ჩააბარო, შეიძლება ის გრანტი ვეღარ მიიღო, რაც ხო დაფინანსებებს შეიძლება სრული გრანტი მიიღო უნივერსიტეტის, მაგრამ living cost-ი, ანუ საცხოვრებელი შენი ღირებულება შენ თვითონ უნდა გადაიხადო. ნუ არსებობს უნივერსიტეტები, რომელსაც ყველაფერს გიფინანსებენ, მაგრამ pocket money, ანუ ჯიბის ფული ეს შენია და რასაც საკონსულო ითხოვს რეალურად, რომ ის pocket money რაც შეგვიჭირდება, ყველაფერი გქონდეს, კი. ყველაზე გავრცელებული ისეთი შეცდომები, რომლებსაც უშვებენ აბიტურიენტები ვიზის მოლოდინის პროცესში. დამშობლები, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ასაკიდან გამომდინარე, რომელ წლის ასაკში ვაბარებ სკოლაში და რომ 11-12 წლის, ანუ 11-12-იანი სასწავლო აკადემიური წლის შემდეგ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებენ არასრულწლოვანების ასაკში. არ არიან ის 18 წლისები, ხო? ჩვენ ქვეყანაში ზუსტად არასრულწლოვანებიდან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე და კანონმდებლობით, ასევე ევროპის და განვითარებული ქვეყნების ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. მარტო ესე გადახვიდე მინდობილობის და თანხმობის გარეშე და თან რიგი ქვეყნები, ევროპის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთიც აუცილებლად შენდა ყავდეს იქ გარდიენი. ანუ ვიღაც ისეთი, ვინც ჩაიბარებს არასრულწლოვან ბაზაში, შეიძლება იყოს სკოლა და სკოლის ადმინისტრაცია, მაგრამ თუ კი შენ ოჯახში მიდიხარ, აუცილებლად ვინმე ისეთი ადამიანი, რომელიც მეურვეობას აიღებს კი. თან აქ მარტო მეურვეობას აიღებს არ არა, აუცილებლად იქ უნდა იყოს ნასამართლეობის ცნობა, კრიმინალური წარსული იმ ადამიანის, იმ უნივერსიტეტში მომუშავე ადამიანის. ამიტომ ესეც ისეთი ხო, რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც შენ როგორც დედა, შენ თვითონაც როცა არასრულწლოვან შვილს უწევ, მე რა უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად და ის არის თუნდაც 17 წელს, ან 18 წელს ერთი თვით საკლია, ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასათვალისწინებელია. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. უნდა მეკითხარ, არჩევები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა რამდენჯერმე გაჟღერდა და აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ მიიღეთ თანხმობა უნივერსიტეტებიდან, ახლა დაიწყეთ ვიზისთვის მზადება და სავიზო პროცედურები, ახლა მოაგვარეთ, რა თქმა უნდა, სპეციალისტის დახმარებით. თინათინ გოგუაძე გახდა ჩვენი სტუმარი. უღმესი მადლობა თქვენ სტუმარს.